სახელით მამისა და დაცისა და დაწმინდის სასულისა და ჩვენთან არსებობს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ ამ დიდებულ ტაძარში იმისათვის, რომ მოვიხსენოთ ჩვენი მიცვალებულები. ეს არის მიცვალებულთა მსახურება და ვიცით, რომ განსაკუთრებული შეხვედრა მათთან, განსაკუთრებული ურთიერთობა მათთან ხდება სწორედ წმინდა ევქარისტიაში, წმინდა ზიარებაში, რომლის ფორმა, რომლის ჩარჩო, ასე ვთქვათ, არის ეკლესია. ეკლესია სწორედ, ასე ვთქვათ, დგება, ფუძნდება, არსებობს, უმთავრეს და მიზნობრიობას თავისას განსაზღვრავს წმინდა ევქარისტიაში. ანუ ზიარებაში. ეს არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი. ის გამოც დავდივართ ეკლესიაში. რომ მოვახდინოთ შეხვედრა ჩვენსა და უფალი იესო ქრისტეს შორის და ასევე ყველა მის წმინდანს შორის. ეს ასევე დასავლურ ტრადიციაში არის ალერტაიდისი, ანუ ყოველთა წმინდანთა ხსენების შესასწავლია და ამით ხაზი ესმება იმ მომენტს, რომ ასე ვთქვათ, ბოლოს სიტყვა აქვს არა სიბნელეს, არა გარდაცვალებას, არა იმ კულტურას, რომელსაც შეიძლება გუშინ სტეფანსდომთან ასე ვთქვათ შევხვდით თქვენ. არა, ამას არ აქვს ბოლოს სიტყვა, არამედ ის სტეფანსდომში რომ საიდუმლო იმალება, აი იმას აქვს ბოლოს სიტყვა და ეს არის ნათელი ქრისტეს, რომელიც ვიჩუქნის სილამაზეს, რომელიც ვიჩუქნის კულტურას. და ქრისტიანობა გამოსვლილი კულტურა ვიცით როგორც გამოიყურება. შესაბამისად ეს იყო საინტერესო, რომ კულტურა და რწმენა ერთმანეთისგან გამომიჯნავია, ვერ გამოსაზრდოდნენ, ვერ გამომიჯნავდნენ ერთმანეთისგან. ეს კიდე სხვა თემა. დღესდილით როცა ვფიქრობდი, რომ თქვენთვის რა მეთქვა, უბრალოდ მივედი ერთ წმინდანთან და ავიღე წიგნი. ეს არის ნეტარი ავგუსტინე, რომელიც იყო განსაკუთრებული წმინდანი მე-20 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში. არ ვიცი რატომ, მაგრამ მასთან მიმიყვანა რაღაც განგება, ასე ვთქვათ. და გადავშალე მისი ერთ-ერთი ნაშრომი, სადაც ის ბევრს, ასე ვთქვათ, ფიქრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაიარა მისმა ცხოვრებამ, ის ამას ეძახის აღსარებას, ასე ვთქვათ, კონფესიონი, რაც არის. და საინტერესო არის რა და რა მინდა გაგიზიაროთ. ალბათ ეს იყო მიზანი იმის, რომ ვთქვათ, დღეს წმინდა ავგუსტინეს შევხვდიან თავის ნაშრომში. არის ის, რომ მან ბევრი იწვალა ძალიან და ბევრი, ასე ვთქვათ, გზა გაიარა იმისათვის, რომ ჭეშმარიტებასთან მისულიყო. ეს იყო განსაკუთრებული წმინდანი ლათინურ და დასავლურ ტრადიციაში, რომელიც ამავდროულად მართლმადიდებლების ჩვენთვისაც დიდი ავტორი არის, დიდი მოაზროვნეა და ნეტარი არის. ანუ წმინდათა, ასე ვთქვათ, კალენდარში ის ჩვეულებრივად ჩვენთან შესასწავლება მისი ხსენება. და ის ბოლოს ამბობს, რომ სადაც არ მივედი ჭეშმარიტებას ვეძებდი, ყველა ეს ვთქვათ, ჩემი გზა, ჩემი ნაბიჯი, მათ შორის მანიქეულობაშიც ის ეძებდა ჭეშმარიტებას და იქ ფიქრობდა, რომ უკვე მან მიიღო ჭეშმარიტება. ის ამბობს, რომ ყველა ეს გზა ფუჭი იყო, რადგან საწინდარი ჩემი მოძრაობის, ანუ წინაპირობა ჩემს მოძრაობას ჭეშმარიტების ძიებაში, რომ ჭეშმარიტება აღმოჩინა, გონება დავუყო, ამბობს. გონება დავუყო. და გონებით ვერ მივედი ჭეშმარიტებას. ბევრი ვიწვარ, ბევრი განსაცდელი გადავიტანე. და ბოლოს ამბობს, ეს არის მისი ღვთისმეტყველების მთავარი, ვთქვათ, ღერძი, არის ის, რომ უმოკლესი გზა ჭეშმარიტებასთან მისვლის არის რწმენა. რწმენა იესო ქრისტესადმი. პირობა ის არის, რომ ჩვენ ვწამთ იესო ქრისტეში ღმერთის განცხადება, გამოცხადება ღმერთის. და ის ამბობს, რომ ამის შემდეგ, ის კი არ ამბობს, რომ მხოლოდ რწმენა მთავარი და ცოდნა და გონება და აზროვნა და შემეცნება ტყუილია და არ შეიძლება რაღაც ფანატიზმს კი არ უდევს საფუძველს პირიქით. ის ამბობს, რომ უნდა მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, დაქვემდებარება, ასე ვთქვათ, გონების რწმენისადმი, რომ ჭეშმარიტებას ვეზიაროთ. ანუ გვჭირდება ორივე. რატომ? თავად მარტო ცოდნა, რის საფუძველზეა აუცილებელი. ცოდნაც არ არის რაღაც მხოლოდ თეორიული ფენომენი, ისიც რაღაც ემპირიას, რაღაც კვლევას, რაღაც ასე გამოცდილებას ეფუძნება. ისიც, ასე ვთქვათ, დანახულის შემდეგ გააზრებას ეფუძნება. ისიც თავად დანახულის, ასე ვთქვათ, აზროვნების ანალიზს ეფუძნება. მაგრამ მხოლოდ ცოდნით, ასე ვთქვათ, ადამიანი ვერ მიდის ბოლომდე, ასე ვთქვათ, ფინალში ვერ გადის. მასჭირდება რწმენა. და სწორედ რევნის სახელებაში ამაზე არის საუბარი. უფალი ამბობს, რომ ის, ვინც, ასე ვთქვათ, ფიქრობს, რომ მამასთან უნდა მოვიდეს, ეს შეუძლებელი არის რწმენის გარეშე. ისაც სურს, რომ ცხონდესა გადარჩეს, მამასთან მისვლაში, ასე ვთქვათ, მიიღოს მონაწილეობა, ეს შესაძლებელია მხოლოდ რწმენის საშუალებით. ეს არის დღევანდელი სახარების, ასე ვთქვათ, პირველი მუხლი. რატომ? რწმენა თავისთავად და ზოგადად ეკლესიის მამები რწმენას და ცოდნას ერთმანეთისგან ძალიან არ მიჯნავდნენ. მათთვის ეს ერთი სიმფონია იყო, ერთი ერთობა იყო. ერთი ჰარმონია იყო, ასე ვთქვათ. და რატომ? იმიტომ, რომ რწმენა თავის თავში ასევე ცოდნასაც მოიცავს. თუ ცოდნის საშუალებით ადამიანი მხოლოდ განათლებას ეზიარება, რწმენის საშუალებით ადამიანი ეზიარება განათლებას
და ასევე სიწმინდეს. ეს დაუდის ქრისტიანობა. ეს იყო სიახლე ცოდნის ასეთ გასისწრომებაში, რომ შენ თუ გწამს ცოდნასთან ერთად, შენ ასეთ ცოდნას კი არ გამორიცხავ, ცოდნას თან ადებ ასე ვთქვათ, ზედ შემდეგ სიწმინდის ცხოვრებას, რადგან წმენა სხვა არაფერია, თუ არა ასე ვთქვათ, სიმდაბლითი ცხოვრება და თავის დახრა და დამდაბლება შენზე მაღლა. უფალთან იესო ქრისტესთან მას ანიჭებ ავტორიტეტს, ის არის მთავარი, მას აქვს პირველი სიტყვა. და ეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მას შემდეგ, როცა მოხდა ადამიანის დაცემა. ადამიანის დაცემის შემდეგ, ამას ამბობენ ეკლესიის მამები და მათ შორის ნეტარი ავგუსტინე, ადამიანის დაცემის შემდეგ საჭირო გახდა ავტორიტეტის არსებობა, რომ ერთგვარი წესრიგი შენარჩუნებულიყო. შენ თუ დაექვემდებარებდი ავტორიტეტს, მაშინ უკვე შეგიძლია ასე ვთქვათ ჰარმონიაში იყო, მაგრამ ამ ავტორიტეტმა ასევე თავისთავად უნდა განსაზღვროს არა როგორც უმაღლესმა ინსტანცმა, რადგან ეს შეიძლება შემდეგ გაიგონოს და რაღაც ბოროტება ჩაიდენოს. არამედ ერთი ჰარმონია უნდა იყოს, ასე ვთქვათ, და ამისთვის საჭირო არის სიმდაბლე და ნდობა. ეს ყველაფერი სიყვარულის გზით შეიძლება და წმენა ამ უკვე სიწმინდის ასე ვთქვათ საფუძველს მერე უხდებს პიროვნებას, თუ ის ასევე წმენაში არის. ანუ წმენა და ცოდნა როგორც ასე ვთქვათ ერთი ერთობა. ეს ყველაფერი კი ემსახურება იმას, რომ ჩვენ გავიაზროთ ჩვენი მიცვალებულების ასე ვთქვათ რაობა, ყოფა. თუ საიდან ასე ვთქვათ ვიცით ჩვენ, რომ საერთოდ მოვდივართ ეკლესიაში და ვლოცულობთ, ხო? ეს არ არის მხოლოდ რაღაც ასე ვთქვათ რწმენის მარტო რაღაც მომენტი, მარტო რწმენა ვერ შეძლებს ამას, არამედ რწმენისა და ცოდნის თანაცხოვრება, თანაარსებობა საუკუნეების განმავლობაში. და ამის მეხსიერება, ამის ასე ვთქვათ ფონდი არის თავად მერე ეკლესიის გამოცდილება, ეკლესიის გონება, ასე ვთქვათ, რომელიც ეკლესიის მამებმა, წმინდანებმა შექმნეს და დააგროვეს. არა მხოლოდ რაციონალურად, არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ გამოცდილებითაც, experience, გამოცდილება არის ასევე მნიშვნელოვანი. ერთთან ურთიერთობის გამოცდილება ედებოდა საფუძვლად შემდეგ სხვადასხვა სახის და ჟანრის, ასე ვთქვათ, საღვთისმეტყველო ლიტერატურას, იქნებოდა ეს, ასე ვთქვათ, თეორიული, პრაქტიკული, ჰიმნოგრაფიული, აგიოგრაფიული თუ ასე შემდეგ. და დღევანდელი ჩვენი წმინდანები სწორედ ხარობენ იმის გამო, რომ ჩვენსა და მათ შორის არ არსებობს ზღვარი, რადგან ეკლესია ხიდია ამ შემთხვევაში. უფალთან შეხვედრა წმინდა ზიარებაში ხიდია მათთან საკომუნიკაციო. განსხვავება მხოლოდ არის მესამე თვალის არარსებობა ან არსებობა. ეს მესამე თვალი ჩვენში არის რწმენა. ამ რწმენის საშუალებით ჩვენ ვხვდებით ასე ვთქვათ უნარიანი, რომ შევძლოთ განჭრედა იმის, რომელიც უკვე სხეულს მიღმა არის. ეს არის მართლობის საიდუმლო, სხვა არაფერია. სხვა შემთხვევაში ჩვენ წარმართები დავშევდებით. და აქაც წარმართებ რიტუალებს დავამკვიდრებთ, თუ ჩვენ ეს მესამე თვალი არ გვექნებოდა. და ამ მესამე თვალზე ამბობს სწორედ უფალი აქ. ამენ გეტყვით თქვენ, რამე თუ რომელმან სიტყვანი ჩემი ისმინეს და რწმენეს მომავდინებელი ჩემი, რწმენეს დაიჯერებს. ეს კიდე სხვა თემაა, რა არის ასე ვთქვათ, მარტო რწმენა, ასე ვთქვათ, როგორც აღიარება ღმერთის, რომ ღმერთი არსებობს, საკმარისი არ არის. ეს ჩვენ საიდან ვიცით? ვიცით იქიდან, რომ თავად დემონმა, ლუციფერმაც იცის ღმერთის არსებობის შესახებ. არა თუ არსებობაა ღმერთში, ღმერთის არსებობაა ჩვენში მთავარი, რომ ვიცოდეთ, არამედ რწმენა მისადა. ეს არის მნიშვნელოვანი. კაის მაგალითად ერთმა პროფესორმა თქვა, რომ შეგიძლიათ გითხოთ მაგალითად იესო ქრისტეს ორი ბუნების შესახებ. ეს კი პასუხით, ინტერნეტის ასე ტექნიკა გიპასუხებს, რომ ეს იყო ქალკედონის კრებაზე, ღმერთის ბუნება, კაცის ბუნება და შემდეგ. კაის შეუძლია ინფორმაცია მოგაწოდოს, მაგრამ მას არ აქვს უნარი, რომ რწმენა განახორციელოს, აღიაროს ეს. და ჩვენც ასე ჩვენ თვითონ არ ვართ ტექნიკური რაღაც მონაცემი, არა, ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც სოციალური გონების პრობლემები არიან, მაგრამ მარტო ცოდნა ღმერთის შესახებ საკმარისი არ არის. მარტო ცოდნა ჩვენი მიცვალებულების არსებობის შესახებ საკმარისი არ არის. არამედ ცოდნას უნდა დაედოს ასევე რწმენა, მინდობა. და აქ უკვე იბადება ახალი ასე ვთქვათ რაღაც შინაარსი. ეს შინაარსი ეს რაც ჩვენ გვამოძრავებს. და რა ისე მხოლოდ მოვიდეთ აქ, რადგან გვიგრას ეს აუცილებელია და მამამ გამოაცხადა. არა. არამედ ჩვენ ამ ურთიერთობის საფუძველზე ახალი შინაარსის მემკვიდრეები ვხდებით. ეს შინაარსი არის აქ საინტერესო. და სამწუხაროდ ჩვენ ამ შინაარსს არ ვიცნობთ. მხოლოდ რიტუალებში ვართ, მხოლოდ გარეგნულ ფორმებში ვართ, ასე ვთქვათ, გადაკარგულები და შესაბამისად მერე ვიცავთ იმას, რაც მხოლოდ გარეგნულია. და აღარ ვსურს წავიდეთ გონებრივად სიღრმეში. ამიტომ მოგვცეს ღმერთმა უნარი იმისა, რომ რწმენა და ცოდნა კი არ გაუგიჩნდეთ ერთმანეთისგან, არამედ დავაკავშიროთ ერთმანეთს, რადგან ეს იყო ტრადიცია ჩვენი წინაპრების. ეს არის ეს მემკვიდრეობა, რომელიც მივიღეთ ჩვენ და ეს მოგვცეს ღმერთმა. და ამ ახალ შინაარსში მიბრუნება, დაბრუნება უკვე შესაძლებელი გახდის გავიგოთ მიცვალებულის ადგილი სად არის. გავიგოთ რა იყო ჩვენი კულტურა, რა იყო ჩვენი ტრადიცია. ანუ ეს ახალი შინაარსი კი არა, ეს შინაარსი, რომელიც მამებმა დაგვიტოვეს.
ამას გავეცნობ და ეს შინაარსი შთაუბრუნდეთ თანამედროვე კულტურას, რომ მას ისევ ის ფორმა მივცეთ, რომელიც იყო. ხო, ევროპული ქრისტიანული კულტურა არ არის ის, რაც გუშინ საღამოსამ დღეს თვითონ შეიძლება დაიმართოს. ეს არ არის ის კულტურა, რომელსაც დაბადა ცივილიზაცია. შესაბამისად, წმენის გასაგებად გამოცდა კულტურისგან იგივე არის, როგორც სული განშოროს ხელს. ის იწყებს პოვას, ხსნას, აყროლებას. ამიტომ თუ ჩვენ რწმენას დავუბრუნებთ კულტურას, მაგრამ სწორ რწმენას, ნაფიქრ რწმენას დავუბრუნებთ კულტურას, ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, კულტურა სრულიად ახალ, საინტერესო და ლამაზ ფორმას მიიღებს. რომელიც ფორმაც არის ამ კადრებში გამოხატული, დასავლეთში თუ აღმოსავლეთში. მერთმა მომწეს ეს ძალა და უნარი, რომ დავუბრუნდეთ შინაარსს ქრისტიანული რწმენის, რომლის საშუალებითაც უფრო ადვილად შევძლებთ ღმერთის და ჩვენი მოსალოდნელობის გაგებას და მათთან ურთიერთობას. Bravo, da